მოგესალმებით. Tripcamp's მოკლე ვიდეო სერიაში დღეს წარმოგიდგენთ თემას, როგორ გავზარდოთ დატვირთულობა არააქტიური სეზონის პერიოდში. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ სტუმრების მოზიდვაში. პირველ რიგში, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, სეზონური ფასის ცვლილებაა. არააქტიურ პერიოდში ფასის შემცირება მნიშვნელოვნად ზრდის სტუმრების რაოდენობას. მაგალითად, შესთავაზეთ სტუმარს 20%-იანი ფასდაკლება, თუ კი ის ნოემბრის თვეში დაჯავშნის თქვენს კოტეჯს. ასევე კარგად მუშაობს ხანგრძლივადიანი ჯავშნის შემთხვევაში ფასდაკლებები. ეს შეგიძლიათ ორგვარად გააკეთოთ. მაგალითად, დაჯავშნე 3 ღამე და მიიღე მეოთხე ღამე საჩუქრად. ან კიდევ შესთავაზოთ მომხმარებელს განსხვავებული ფასი დასარჩენი ღამეების მიხედვით. მაგალითისთვის, თუ კი თქვენი კოტეჯის ღირებულება სტანდარტულად 1 ღამე 200 ლარია, 5 ღამის შემთხვევაში შეიძლება 160 ლარიც კი იყოს. სტუმრების მოსაზიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლოიალურობის პროგრამებიც. მაგალითად, შესთავაზეთ მომხმარებელს 15%-იანი ფასდაკლება მეგობრის მოყვანის შემთხვევაში შემდეგ ვიზიტზე. ასევე შესაძლებელია გქონდეთ განსხვავებული ფასი მხოლოდ ერთგული და მუდმივი მომხმარებლებისთვის. მაგალითისთვის, შესთავაზეთ მათ, რომ დაჯავშნოთ თქვენი კოტეჯი 20%-იანი ფასდაკლებით არააქტიურ სეზონზე სტუმრობის შემთხვევაში. შესთავაზეთ სტუმრებს შეზღუდული დროის შეთავაზებები. მომხმარებელი სწრაფად რეაგირებს იმაზე, რაც ლიმიტირებულია. მაგალითისთვის, მომდევნო 48 საათის განმავლობაში დაჯავშნის შემთხვევაში მიეცით სტუმარს შესაძლებლობა მიიღოს სპეციალური ფასდაკლება. მომხმარებლის რაოდენობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია გათამაშებები სოციალურ მედიაში. მაგალითად, ატვირთეთ კომენტარში თქვენი საყვარელი სამოგზაურო ფოტო და მიიღეთ 2 ღამე საჩუქრად ჩვენს კოტეჯში. გამოიყენეთ ეს იდეები, დაამატეთ თქვენი კრეატიულობა და გაზარდეთ დატვირთულობა.